კამილის დაბადების დღე 2 დღეშია და მე ჯერ არ გადამიწყვეტია რა ვაჩუქო მას. აჩუქე მას წინდები. წინდები ყოველთვის გამოსადეგია. ეგ არ მომწონს. წინაზე წინდები ვაჩუქე და ის დიდად არ იყო კმაყოფილი. აჩუქე მას ის, რაც არ აქვს. ხო, ისე მას მანქანა არ ყავს, მაგრამ მე არ მაქვს საკმარისი ფული. მაშინ წინდების საუკეთესო ვარიანტია. ნაყინი და მივარდა. როგორც ყოველთვის შენ მოუხერხებელი ხარ. მოუხერხებელი არ ვარ. ჯობია შენი ნაყინი გამიზიარო. არა. გამიყოფ ნაყინს ამინა? სულ ცოტა მინდა, კარგი? ცოტა შემიძლია მოგცე. გინდა ჩვენთან ერთად ბადმინტონი ითამაშოთ? არა, არ გვინდა. რატომ გოგონებო, ეს ახალი სუა. თამაშების დრო ახლა არ გვაქვს. კამილის დაბადების დღე მალე მოვა. ჯერ არ ვიცით რა ვაჩუქოთ მას. წინდები აჩუქე მას. ყველა ბიჭირდება. დიახ. მადლობა რჩევისთვის. არაფრის. აბა, მოდის, ჯერ არა. რას აკეთებთ აქ? მენდი, ნუ გვაწუხებ, კარგი? მოშორდი აქედან. ასე ნუ მელაპარაკები. მე კამპუსის ადმინისტრატორი ვარ და რატომ ხართ ჯამბაზებივით ჩაცმულები? წადი, მენდი. ღმერთო ჩემო, მასწავლებელ მაგს ყველაფერს ვეტყვი. ჰეი, კამილი მოდის. გილოცავ დაბადების დღეს, ძმაო. გილოცავ დაბადების დღეს, გილოცავ დაბადების დღეს. გილოცავ დაბადების დღეს, ძმაო. მოიცადეთ ბიჭებო, დარწმუნებული ხართ, რომ თარიღები არ აგერიათ? რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ. მაშინ რატომ მილოცავთ დღეს? რადგან გადავწყვიტეთ, რომ წინასწარ მოგილოცოთ, ძმაო. ხო, გვინდოდა რომ პირველები ყოფილიყავით მოლოცვაში. ვაუ, მაგარია, მადლობა ბიჭებო. მაგრამ საჩუქარს ხვალ მიიღებ. ხო, და დღეს მთელი დღე მე ზურგით შემიძლია გატარო. წავიდეთ. ბუშტო, შეგიძლია შეწყვიტო ბუშტების ყურში გაბერვა? იქით მხარეს გაბერე. ჰეი, ჩემსკენ ნუ უბერავ. როგორ გაუბერო მაშინ? იქით. აუცილებლად უნდა წავიდეთ კამილის დაბადების დღეზე. მაგრამ შეიძლება მან არც კი დაგპატიშოს. ალბათ იქ ბევრი გემრიელი საჭმელი და კოკა-კოლა იქნება. კამილს დაბადების დღეზე მომღიმარი სახით ბუშტს ვაჩუქებ. ეს საზიზღარი საჩუქარია, ბუშტო. ეს შესანიშნავი საჩუქარია. ახლა მომაშორე შენი ბუშტი აქედან. დილან, რა ჩაიდინე? შენ ბუშტი გამიხეთქე. ბოდიში, მე კიდევ ერთი მაქვს. კამილის დაბადების დღეზე მისასვლელად გეგმა უნდა შევიმუშაოთ. დარწმუნებული ვარ, მის დაბადების დღეზე აუცილებლად მოვხვდებით. დამიჯერეთ ბიჭებო. ჯანდაბა, მეთქინა. ვინ გააკეთა ეს? ლუზერებო? ღმერთო გთხოვ, დამეხმარე. ჰეი ლუზერებო, ვინ ესროლა ჩემს მეგობარს ბუშტი, ჰა? შენ კამილის დაბადების დღის საჩუქარი გატეხე. რომ იცოდეთ, ბუშტმა ბევრი იწვალა. კამილს დაბადების დღე აქვს? რატომ არ მითხარით? იქნებ იმიტომ, რომ თქვენ ლუზერები ხართ. ჩვენ კი ვიცოდით ამის შესახებ. გაჩუმდი, ვიპოვოთ კამილი და ვეცადოთ დაბადების დღის წვეულებაზე დაგპატიშოს. წავიდეთ. თქვენ ნამდვილი ლუზერები ხართ. მორჩა ნაის, შენ წვეულებაზე არ წამოხვალ. გაგიშდი ფაზლ, შენ ხარ ის, ვინც კამილის დაბადების დღეზე არ წამოვა. დამშვიდით ბიჭებო, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ და ორივე იქნებით ჩემს დაბადების დღეზე. გილოცავთ დაბადების დღეს, კამილ? მადლობთ გოგონებო, მაგრამ ჩემი დაბადების დღე ხვალაა. ჩვენ უბრალოდ გადავწყვიტეთ წინასწარ მოგილოცოთ, რომ პირველები ვიყოთ. ჰაჰა, გოგოებო, დაგაგვიანდათ, ჩვენ პირველებმა მივულოცეთ კამილს. სერიოზულად ამბობ? ო, ასეა. კარგი, არ აუშავს, ჩვენ მეორეები ვიქნებით. კამილ, ეს ნამცხვარი შენთვისაა. ხო, მთელი ღამე ვაცხობდით. გმადლობთ გოგონებო. ეს ისეთი საყვარლობაა, იმედია მოწამლული არ არის. არ არის მოწამლული. პატაშორის გოგოებო, კამილი აუზის წვეულებას მართავს. დრეს-კოდი იქნება საცურაო კოსტუმები. მოდიხართ? საცურაო კოსტიუმები?
მოვდივართ. რა საცურაო კოსტუმები? კარგად ხარ? ჯერ არც კი გადამიწყვეტია თუ სად გავერთობთ ჩვენ, ან აუზი, ან პიკნიკი. შეგვიძლია საცურაო კოსტიუმებით მოვიდეთ როგორც პიკნიკზე, ასევე აუზზე. როგორც კი გადაწყვეტთ, დაგვირეკეთ. დარწმუნებული ვარ, გაბი საცურაო კოსტუმში განსაცვიფრებელი იქნება. შეწყვიტენ ერწყვის კლაპო ფაზლ, იქნებ პიკნიკზეც კარგად გავერთოთ. მენდი, ამინა ხომ არ გინახავს? ის მესამე სართულზე იყო მეგობრებთან ერთად. მადლობა, მენდი. კარგი მენდი, ვფიქრობ, მათემატიკის ნაცვლად ხელოვნების გაკვეთილი გვექნება. ასე მოვიქცეთ. ბატონო მაქს, როგორ ფიქრობთ, რა შეგვიძლია ვაჩუქოთ ბიჭის დაბადების დღეზე? ბიჭია დამოკიდებული, ბიჭები განსხვავებულები არიან. მაგალითად, განსაკუთრებული ბიჭისთვის. კამილს გულისხმობ. ბატონო მაქს, რა ჭკვიანი ხართ? თქვენ არაფერი გამოგეკარებათ აქ. რას ფიქრობთ? აჩუქე მას წინდები მენდი, როცა შეყვარებული მყავდა წინდებს არასდროს ჩუქნინდად, მე მას მინიშნებებსაც კი ვაძლევდი ხოლმე. კარგი რა ბატონო მაქს, მე ასაკოვანი ქალბატონი არ ვარ. ასეთ საჩუქრებს აღარავინ ჩუქნის ბიჭებს. მაშინ არ ვიცი, მაგრამ მე სიამოვნებით ავიღებდი. თუ წინდებთან დაკავშირებით პრობლემა გაქვთ, კარგი, დაბადების დღეზე ბევრ წინდეს გაჩუქებთ. კარგი, წავალ, გაკვეთილისთვის უნდა მოვემზადო, ნახვამდის. წინდები, მისტერ მაქსი მოხუც კაც გავს. მე პიცაში მეტი ყველი მოვითხოვე, იმედია დაამატესის. ჰეი, ბენს, კამილი მოვიდა. ვიცი, წავიდეთ. როგორ ხარ, კამილ? გავიგე რომ დაბადების დღის წვეულებასაც ჩვენც გვინდა წვეულებაზე წამოსვლა. დაგვაპატიჟებ? ბოდიში ბიჭებო, ყველა ადგილი დაკავებულია, მეტი მოსაწვევი აღარ იქნება. დაგაგვიანდათ ბიჭებო, უფრო ადრე უნდა მოსულიყავით. ლუზერებს გაუმართლათ, რომ ეს შანსი გამოიყენეს. კამილი, შენ ხარ? რატომ ცენ პასუხს მის ნაგივრად? დაე მან გადაწყვიტოს დაგვაპატიჟებს თუ არა. ჰეი, ძმაო, ნუ დაპატიჟებ მათ წვეულებაზე. სულელები არიან ისინი. გინდათ ჩემს წვეულებაზე მოხვიდეთ? კი. კარგი, მე დავპატიჟებ იმას, ვინც სამქულიანის ჩაგდებას შეძლებს კალათში. ჩვენ კალათბურთელები ვართ. ჩვენთვის სამქულიანის ჩაგდება პრობლემას არ წარმოადგენს, არა? კარგი, დაამტკიცეთ, რომ მაგრები ხართ. კალათბურთელები. პრობლემა არ არის. გვერდზე გაიწიე, მე ვიქნები პირველი. ჯანდაბა, ვერაფერს ხედავ, სათვალე დამიჭი. ბენსმა ეს შეძლო. ეს ადვილი იყო, ძალიან ადვილი, მაგარი ნასროლი იყო. მე ვიცი ეს. სათვალე, მე შემდეგი ვარ. ბენსმა შეძლო ეს. არის, წვეულებაზე მივდივარ. გვერდი გაიწი, ახლა ჩემი ჯერია. წვეულებაზე ვერ წამოვალ. დენს, რატომ დაეცა იატაკზე და ტირის? ჰეი, შეწყვიტე ტირილი და სწრაფად ადექი. მეც მინდა დაბადების დღეზე წამოსვლა. დაგ, გოგოსავით წუწუნებ, ადექი. ახლა მოგხვდება იცოდე. უთხარი რომ მეც დამპატიჟონ დაბადების დღეზე. მესამე ბიჭი ვერ მოდის. კარგი, დაკისთვის მე ვიბრძოლე. თუ კალათში ჩავაგდებ, ის ჩვენთან ერთად წამოვა დაბადების დღეზე. შევთანხმდით. გვერდზე გაიწიე. არა. ბენს, განგება აცილე? არა, მხარი მტკივა და მხოლოდ ერთი სროლისთვის მქონდა ძალა. წუხვარ დაგ, წვეულებაზე ვერ წამოხვა. კარგი, შეუძლია წვეულებაზე წამოვიდეს, შეწყვიტოს გოგოსავით ტირილი. კარგი იდიოტო, დამშვიდი. მათ თქვეს რომ წვეულებაზე მოდიხარ შენს. სერიოზულად ამბობ? დიახ, არის. გთხოვ ამინას, გთხოვე შენს ძმას, რომ თავის დაბადების დღეზე დაგვპატიჟოს. ეს ახალისო იქნება. ჩვენ შეგვიძლია ბუშტების გაბერვა. სუფრას გავშლით და ლამაზ სამოს ჩავიცვამთ. გთხოვთ რა, არინანებთ. ლუზერებო, წადით და კამილს თავად სთხოვეთ, წვეულებაზე დაგვპატიჟოთ. რატომ უნდა გააკეთოს ამინამ ეს შენთვის? ლუნა და სტევ, ცოტათი მაბრაზებთ ახლა, იცით?
და შენ გამოდმებით მაბრაზებ მე. ამინა, იმედია კამილს არ სთხოვ, რომ ლუზერებიც მოიწვიოს. გოგოებო, დაგავიწყდათ, რომ კამპუსი ერთი დიდი ოჯახია. კამილს უბრალოდ ჯერ არ ქონია მათი მოწვევის დრო. კარგი, კამილს ვთხოვ და ის მოსაწვევებს გამოგეგზავნით. ბედნიერები ხართ? კი. მადლობთ ამინა, შენ ასეთი კეთილი ხარ. Call me Bucky, lucky that I'm innocent. If I didn't have no morals, I'd be menacing. How about გაჩუმდით მეგობრებო, მოდით ასე შევთანხმდეთ. მე ხელს ავწევ და თქვენ გაჩუმდებით რა სიტყვით? ახლა კამილი აირჩევს, სად გაიმართება მისი წვეულება. აქ ორი ფურცელი მაქვს. ერთზე წერია პიკნიკი, მეორეზე კი აუზი. აირჩიე კამილ, აირჩიე აუზი, აირჩიე აუზი. პიკნიკი იყოს. გთხოვ, აირჩიე პიკნიკი. პიკნიკი მოვაწყოთ. პიკნიკი რა? პიკნიკი. კამპუსი პიკნიკზე მიდის. არის. მეგობრებო, თუ გსურთ ჩვენი პიკნიკის წვეულების ნახვა, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, თვალყურიადევნეთ ჩვენს ახალ სერიებს. ნახვამდის ყველას. say no?